აი ამ სამარცხვინო მოდელების შემქმნელ სერგეი სისოევი ქვია და გარდა იმისა, რომ არც ფანტაზია აქვს და არც კერვა იცის, მატყუარაც გამოდგა. ჯარა მიუზიკლში რუსმა სტუმარმა წარმოგვიდგინა მოდების ახალი კოლექცია. მისი უგემოვნო ნამუშევრების შემხედვარად თქვენს დარწმუნდებით, რომ ამდენი ბარგის იმ სიშორიდან ჩამოტანა არც ღირდა. აი ამ სამარცხვინო მოდელების შემქმნელ სერგეი სისოევი ქვია და გარდა იმისა, რომ არც ფანტაზია აქვს და არც კერვა იცის, მატყუარაც გამოდგა. სერგეი უსინდისოდ გვიყურებდა თვალებში და საკუთარ დამსახურებებს მიუნჰაუზენივით ამუქებდა. В Москве есть несколько дизайнеров, которые могут себе позволить делать сезонные коллекции прет-а-порте. Ну, как бы я вот один из них. ჩვენს კითხვაზე ასეთი მაგარი თუ ხარ, ინტერნეტში რატომ ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვიპოვნეთ შენზეო, ასეთი პასუხი მივიღეთ. Ну, значит, плохо посмотрели. ჩვენ მოდის სფეროში საკუთარ კომპეტენციას არ ვენდეთ და ამ საქმეში გაცილებით დიდ ავტორიტეტს ავთოც ქვითინიძეს ვკითხეთ სისოევის პროფესიული დამსახურებების შესახებ. ეცი რა არის, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, ეს დიზაინერი უნდა იყოს მოსკოვიდან. Fashion Week-ებზე რა თქმა მე როგორც ვიცი არ ჩანს ეს ადამიანი, იმიტომ რომ სხვათა შორის გადავავლე ბოლო ჩვენებებს და ფაქტიურად მისი სახელდაგვარი არ გამიგია. დეფილეს შემდეგ, რომელზეც ასეთი საშინელი ტანსაცმელი იყო წარმოდგენილი, უკვე ზალიკო ბერგერმა ვერ დამალა აღშფოთება. აზრის თქმა ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ აი ეს დიზაინერი რაღაც სახელი და გვარის, ნუ არ გაგვიგია არც მოსკოვში გაგვიგია, არც კიევში გაგვიგია, თბილისში მით უმეტეს არ გაგვიგია. მასობრივი ინფორმაციების საშუალებით უფრო არ გაგვიგია, კიდე არის საშინელი ტანსაცმელი, მე ესეთი აფერი არ მინახია, ეს second hand-იც არ არის, აი რაღაც ბევრად უარესი და გოგოები, გამომსვლელები, რამდენიმეს მაინც ვიცნობ და ვიცი რომ ცხოვრებაში კარგია და იმდენად საშინელი ტანსაცმელია რომ აი ეს გოგოებიც უფრო მახინჯები ჩანან ვიდრე არიან ცხოვრებაში. სისოევის მიერ დამახინჯებულმა სააგენტო მაქსიმუმის მოდელებმა დეფილეს ბოლოს დიზაინერი გამოიყვანეს პოდიუმზე, რომელიც მაყურებელთა სტვენაში ნაჩქარევად შებრუნდა კულისებში.